თეატრი. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ აბსოლუტურად ცდარია განმარტება, რომ თეატრში შემოქმედებითი პროცესი და სამუშაო პროცესი არ მიმდინარეობდა. მაყურებელს განუმარტავ, რომ თეატრში არ არის მხოლოდ სარეპერტუარო პროცესი, არის სარეპეტიციო პროცესიც. სამხატვრო ხელმძღვანელს აქვს უფლება, რომ მან შეცვალოს რეპერტუარი, შეცვალოს სარეპერტუარო პოლიტიკა, შექმნას ახალი რეპერტუარი და იმუშაოს ახალ სპექტაკლებზე და მთლიანად შეცვალოს თავისი სარეპერტუარო, ასე ვთქვათ, ჩამონათვალი, ხო? სპექტაკლები მოამზადოს ახალი სეზონისთვის და ახალი რეპერტუარი. ძალიან სწორი ამის განმარტება, რომ იცოდეს მაყურებელმა ასევე. კი, ანუ რასაც ამბობს კულტურის სამინისტრო, რომ მსახიობები იღებდნენ ხელფასს არაფერში, ეს არის ტყუილი. 4 სპექტაკლი ერთდროულად იდიგმებოდა ახალ თეატრში, ერთ-ერთი რეჟისორი მე თვითონ ვარ. დგამდა დათო დოიაშვილი ასევე სპექტაკლს, ასევე სტუდენტური სპექტაკლის რეპეტიციები მიმდინარეობდა. პროცესი, რომელიც გურანდაიაშვილიც დგამდა, დათო მღებრიშვილიც იწყებდა მუშაობას, მოკლედ, ანუ ახალი სეზონისთვის, ახალი რეპერტუარისთვის ემზადებოდა ახალი თეატრი და ცდარია ეს საზოგადოება შეყავს კულტურის სამინისტროს ეგრეთ წოდებულს შეცდომაში, როცა ამბობს, რომ თეატრში სამუშაო პროცესი არ მიმდინარეობდა. ეს არის ტყუილი, დღეს დილით მე თვითონ მქონდა მე იქ რეპეტიცია, დოისაც მქონდა დილით რეპეტიცია და საღამოს ესეთი ამბავი გავიგეთ. და გასვლითი სპექტაკლებიც ჰქონდათ, ბოდიში. ამავდროულად იყო მანიფესტი, რომელიც არის მაყურებლისთვის ძალიან კარგად ცნობილი და ჰიტად ქცეული მე გადმოვწურავ ზღვას მუსიკალური ნაკრები, ასე ვთქვათ, რომელმაც მოიარა ძალიან ბევრი ქალაქი და ჩვენ შევხვდით მაყურებელს და ეს შეხვედრები და ჩვენი მათთან, ასე ვთქვათ, დაახლოება იყო ძალიან ძვირფასი გამოცდილება ჩვენთვის. ჩვენ ყველგან გამოვხატავდით სოლიდარობას ჩვენი კოლეგი სანდრო ჭიჭინაძის და ყველა უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანის მიმართ. და ეს პროცესი თავისთავად ასევე იყო სამუშაო პროცესის ნაწილი. იმიტომ რომ თეატრი არ არის კედლები და მარტო ბილეთები და ტაშის ხმა, აი ეს უნდა იცოდეს რემონტი. თეატრი არის მოქალაქეობა, კი ბატონო. მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუ ჩვენ საუბრობთ თეატრის ფუნქციაზე, იგი მის ფუნქციონირებაზე, ორივე ნაწილში როგორც სარეპერტუარო, ასევე სარეპეტიციო ნაწილში თეატრი მუშაობდა. ჩვენთან ჩემ სპექტაკლში თამაშობდა ანდრო და მე პირადად რომც ეთქვა დოის, თუმცა ეს მას არასდროს არ უთქვამს და რომც ყოფილიყო ასეთი ინიციატივა, მე არაფრით არ შევცვლიდი ანდროს და ეს იყო წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ის არის ჩვენი ჯგუფის წევრი, ის არის მე ის სპექტაკლი დავდგი ისე როგორც დავდგი და მაშინ, როდესაც ადამიანი ზის ციხეში სრულიად, ასე ვთქვათ, ყველანაირი მტკიცებულების გარეშე და იგონებენ სიგიჟეებს და ამბობენ, რომ თითქოს იქვე აქციაზე გაიცნო ამ ხალხმა ერთმანეთი, იმიტომ რომ ვერანაირი კავშირი ჯგუფური დანაშაულის მათ ვერ გამოკვეთეს და კერავენ ამ საქმეს. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენი მეგობარი და კოლეგა ზის ციხეში აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, რა თქმა უნდა, თეატრი ვერ დაუბრუნდებოდა სარეპერტუარო პროცესს ისე, როგორც იქამდე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვთქვათ, რეპრესიები ახსენეთ თქვენ და მნიშვნელოვანია ითქვას, რომ რეპრესიები დაიწყო, ასე ვთქვათ, რაღაცა სეზონი გაიხსნა რეპრესიების ქართულ თეატრში და იქამდე სანამ იქნებოდა დათო დოიაშვილის მოხსნა, იქამდე დახურეს თემურ ჩხეიძის შემოქმედებითი სახელოსნო. ჩემთვის ძალიან, როგორ გითხრათ, ძალიან გრძნობიარე ადგილია ერთიც და მეორეც, იმიტომ რომ ერთიც და ანუ გულისხმობ ამ შემთხვევაში ამ ორივე თეატრს, სადაც მე პრინციპში ფეხი ავიდგი და ეს სახელოვნებო სივრცეები პირველ რიგში იყვნენ და არიან მიმართულები იმისკენ, რომ ეძებონ ახალგაზრდები, მისცენ მათ პლატფორმა, შესაძლებლობა, პრინციპში მე რო დღეს რეჟისორი ვარ, სწორედ ამ ორი თეატრის დამსახურება მე ვისწავლე ამ თეატრებში, ამ მსახიობებთან მუშაობაში, ჩემზე გაცილებით უკეთეს პროფესიონალებთან, მთელი ჩემი, ასე ვთქვათ, კარიერა განსაზღვრა პრინციპში ამ ორმა თეატრმა, ხო? და ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც ვხედავ იმ დაპირისპირებას ამ სივრცეებთან, რომლებიც მიზნად ისახავს, რომ გააჩუმოს ქართული თეატრი, თუმცა ნატომ თქვა
და მეც იგივეს გავიმეორებ, მას ვისაც გონია რომ შეუძლია გააჩუმოს ქართული თეატრი, ის არ იცნობს ქართული თეატრის ისტორიას. პრინციპში ამ ქვეყანაში არ შეცვლილა მთავრობა, არ ყოფილა ცვლილება ქართული თეატრის დიდი ჩარევის გარეშე და ეს პრინციპში ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასაც კარგად უნდა ახსოვდეს, იმიტომ რომ მის შემთხვევაშიც ეს ასე მოხდა და წინა რეჟიმით ზუსტად ჩვენი სფეროს დიდი ჩართულობით და დიდი ბრძოლის დამსახურებით შეიცვალა. და ამაში ამ პროცესებში, პოლიტიკურ პროცესებში ქართული თეატრი ყოველთვის იღებდა მონაწილეობას, ამიტომაც ის ყოველთვის აღმოჩნდებოდა სამიზნე სხვადასხვა რეჟიმებისთვის და ყოველთვის ამარცხებდა მოკლედ მას, ვინც მიზანში ამოიღებდა. და არც ეს იქნება გამონაკლისი, ქართული თეატრი დღეს არის ისეთი ერთიანი, როგორც არასდროს, ყოველ შემთხვევაში მე რაც მიმუშავია ქართულ თეატრში, ბოლო 16 წელი გავიდა უკვე რაც თეატრში ვმუშაობ და ამ პერიოდში მე ასეთი ერთობა, ერთსულოვნება არ მახსოვს ჩვენ სფეროში, გაჩნდა უდიდესი სოლიდარობის ტალღა და ეს არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი მონაპოვარი და ეს არის ის რაც გვიცავს და ასევე მაყურებელი, რომლის გვერდითაც დგას ქართული თეატრი ამდენი ხანია, მე მგონია რომ ასევე არის ჩემთვის მთავარი იმედი პრინციპში შემიძლია ვთქვა რა, იმიტომ რომ ამ მთელი ამ პროცესის მანძილზე ჩვენ ძალიან დაუახლოვდით მაყურებელს კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ეს ხდებოდა იქამდე. ჩვენ ძალიან ძლიერი ურთიერთკავშირი გვაქვს ამ წუთას. მე მაქვს იმედი, რომ იმ მძიმე რეპრესიების ტალღაში, რომელიც ახლა სულ უფრო და უფრო აზვირთდება და დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ თეატრს მძიმე დრო ელოდება, იმიტომ რომ ის არაპირებს, რომ გაჩერდეს, ის ძლიერია თავის რწმენაში და თავის მორალში, ძალიან ძლიერია და თავგანწირვაში შესაბამისად, ამიტომაც ჩვენ მძიმე დრო გველოდება აუცილებლად და მე მაქვს იმედი, რომ საზოგადოება ჩვენი ძვირფასი მაყურებელი, რომლისთვისაც იქნებოდა თეატრიც და რომელთან ერთადაც ქართული თეატრი ქმნიდა პროტესტს, მე დარწმუნებული ვარ, ის იდგება ქართული თეატრის გვერდით.